კედელზე სტიკერის გაკვრის გამო პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. უწყებამ ბათუმელებისა და ნედგაზეთის დამფუძნებლის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის პირველი ნაწილით შეიტანა და მას ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას და იერსახის დამახინჯებას ედავება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს სხდომა 12 საათზე დაიწყო, თუმცა იმის გამო რომ საქმის მასალები ამაღლობელს 5 მაისს ჩაბარდა და ადვოკატებმა მისი გაცნობა ვერ მოასწრეს, მედია მენეჯერმა ციხიდან გამოგზავნილი წერილი სხდომის გადადება მოითხოვა. მედია მენეჯერის ადვოკატების თქმით, სტიკერის გაკვრის სამართალდარღვევად ჩათვლა არათავსებადია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან. სამართალდარღვევის ოფისს შინაგან საქმეთა სამინისტრო თulis რომ 11 იანვარს 2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის გაკვრა კედელზე შეფასებული არის როგორც სამართალდარღვევა და ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივად სამთვენახევრის შემდგომ შეადგინეს ოქმი. ცხადია, საქმის მასალებში მხოლოდ საუბარი არის სტიკერის გაკვრაზე და სხვა გარემოებები მითითებული არის პოლიციელთა ჩვენებები. იმ ფაქტს, რომ ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტრო სტიკერის გაკვრას თulis სამართალდარღვევად, ეს არის აბსოლუტური, ასე ვთქვათ, არათავსებადი როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან, ვინაიდან ყველა გადაწყვეტილება პრეცედენტები და მათ შორის აქამდე არსებული პრაქტიკა პრეცედენტები, რაც იყო საქართველოს კანონმდებლობით დამკვიდრებული სტიკერის გაკვრა, ესე პირდაპირ არ განიხილებოდა და არ თავსდებოდა როგორც სამართალდარღვევა, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ 2025 წლის 12 იანვრიდან 11 იანვრიდან დღემდე მზიას მიმართ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკა ცხადია არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ ქმედების. მზია ამაღლობელი 11 იანვარს პირველად მაშინ დააკავეს, როცა ბათუმის პოლიციის წინ დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გააკრა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის თქმით, პოლიციას პლაკატის გაკვრის გამო ამაღლობელის დაკავების უფლება არ ჰქონდა. მაშინ ამაღლობელის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი 173 მუხლით შეადგინეს. ოქმში ეწერა, რომ ამაღლობელი პოლიციის შეურაცხყოფის გამო დააკავეს. 2025 წლის 18 მარტს მოსამართლე სალიხ შაინიძემ 173 მუხლის პირველი ნაწილით მედია მენეჯერი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ცნო დამნაშავედ და 200 ლარით დააჯარიმა. ბრალდების მხარის თქმით, ახალი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა 30 აპრილს კანონით დადგენილ ფარგლებში მოხდა. სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 30 აპრილის თარიღით განსაზღვრულ ვადაში, რაც კანონით ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭა. ამ ვადაში მოხდა რეაგირება. როდესაც დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. პრობლემას ვერ ვხედავ, ანუ თქვენ რატო წინა დღეს არ მოხდა, შემდეგ დღეს არ მოხდა, ეს ადმინისტრაციული ორგანოს გადასაწყვეტია. მისი დატვირთულობიდან და საქმეებთა რაოდენობიდან გამომდინარე, შესაბამისად ვადებით დარღვევის გარეშე შედგა. აქ საუბარი არის პლაკატების და ლოზუნგების და ასე შემდეგ განთავსება საამისოდ ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ამისათვის საამისოდ გამოყოფილი. სამართალდარღვევა რომ არ იყოს, ბუნებრივია ოქმი არ იქნებოდა წარმოდგენილი. ხო, ლოგიკა არის ეს ელემენტარული. ამას ამბობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც მათ შორის, რომელმაც იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე და მიუთითა, რომ ეს ნამდვილად არის იერსახის დამახინჯება. დღესვე მზია ამაღლობელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. სარჩელით მოთხოვნილია კობახიძის, მდინარაძისა და სუბარის მიერ სხვადასხვა დროს მასობრივი მედია საშუალებების გზით ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილის წამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა. ამაღლობელს, რომელსაც ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის ცილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. მედია მენეჯერის წინააღმდეგ დაწყებული ახალი საქმის სასამართლო განხილვა კი მოსამართლე მარიანა ფომაევამ 9 ივნისისთვის გადადო.